წალკა და თრიალეთი იყო ერთ-ერთი ბურჯი ქრისტიანობისა. ყველა სოფელში არის უძველესი ქართული ეკლესიები, უძველესი. მაგრები ჩამდა და დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა რომ ვენახა რა იყო სინამდვილეში. ტაძარი აღუდგენიათ მე-15 საუკუნეში ეხლანდელი სახე როგორიც აქვს აღდგენილია და მე-15 საუკუნეში აღდგენილი და წინა არ ვიცით, ცნობილი არ არის, ჯერჯერობით არ ვიცით რომელ საუკუნიდან არსებობდა და ისინი კიდე აღარ აღუდგენიათ და ეს შენობები ფაქტიურად მე-12 საუკუნის შემდეგ ეხლა ეძლევა სახე. ჩვენ ვიცით რომ მაცხოვარმა უფალმა იესო ქრისტემ თავისი მოსვლით განკურნა ბევრი კეთროვანი, ბევრი ეშმაკეული, ბევრი მკვდარი აღადგინა, მოქცა იმედი, მოქცა წყალობა, დაგვანახა გზა ნათელი, სწორი, რომელიც ჩვენ ყველა ქრისტიანმა უნდა ვიაროთ, თუნდაც ჩვენო გადავრჩეთ. რა არის ეს გზა, როგორ უნდა გადავრჩეთ? ეს არის ეკლესიური ცხოვრება, აღსარება, ზიარება, ნათლობა, წერია ხო სახარებაში, რომ ვინც უფალი ბრძანებს, ვინც ნათელს არიღებს, ის სასუფეველს ვერასოდეს ვერ დაიმკვიდრებს. ადამიანი დაჭდა ღვთისადიდებდათ პირველ ყოვლისა და ღვთის სასიკეთრო ღვთის ცნებები დაიცვეს და კარგი საქმეები აკეთოს და ადამიანების სასიკეთოდ, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ. Havaram geozum
Mama sadazesa, that's me that's a soulsa. Shechar merti, romeli shachet, jojo chetan, dadasel salovani, shesvede bulatani, atsa ganus vene krizel merto. Susa mitzvale bulisa monisa dam heulisa mishenisa sa. Saatlerce de savukunu da söylemek madde yapılmış olduğunu ortada. Şeyin takıda koyuldu muksun diye bu da mevcut savukunu söylüyor. Suman matman kredi taşina ganizrenos. Danate zaman matman daim kuidros perhana. Koloshen tuvalet taşın takıdı da misagabeli tadında için ramızı seni kalifası sosyalde magaliki kofiye savetre bela çeker. Viseni twenties nam tavar no zetsi satel. გილოცავთ ამ სოფლელებს ხატის მობრძანებას მიქაელისა და გაბრიელ მთავარანგელოზების ხატის შემოგრძანებას და აი ამ ვედრებიათ რაც აღავლინეთ მისადმი და უფლის წინაშე იყვნენ ისინი მფარველი და მეუხლი ღვთის წინაშე რომ დაგვიცვას დაგვიფაროს მოგმადლოს ყოველივე ნიჭი კეთილის კეთებისა ნიჭი ურთიერთ სიყვარულისა Aku inganistunuz. Акадия Сотиров Николай. Родис есიყო Лениნის პერიოდი იყო, როდის ქრისტიანობა არ უნდოდა და ეს უთხრეს რომ ქრისტიანი ხარ თუ ხალხს ატყუებს თუ მართალი უთხრა მე ხალხს არადროს არ ატყუებ მე მართლა გეუნები რომ მე გულდელი ვარ და ხალხს ქრისტეს გზაზე მომყავს და ამას გააგდეს აქედან წავიდა სიმბირში გააგდეს წავიდა სიმბირიდან მე მოსკოვში როდის გარდაიცვალა უთხრა იქა ფიცილი დადო რომ მე მოგდები ზამიღვანი ჩემ სოფელში აბრაულოში რომ იქ დამარხი
რო დამარხამ თიქა ჩემი დედის ქვა მამიდანთან ზედა და ეგრე გააკეთეს და ზუსტად და ამ დღემდე არის ეს ქვა ომში რო წავიდნენ და დაიგარგნენ იმის სახელზეა ეს ქვა აქეთ ვინ განიშნულდა აქეთ ჩილოს ეს როდის მოღვაწეობდა ეს ძალიან დიდი ხნისა არის მე ეს არ მახსოვს მაინც იმას გაგება მაქვს ამისი არა კარგი ყუდელი ყოფილა ისიც რო მოდიოდა აი სეთვა რო ხელს აიწევდა გაჩერდებოდა სეთვა Молодцы, Господи. Полощины. Могмалеру полощины. მოდი, აბა მოდი, მოშინჯი, აბა აკოცი, მოდი. აი უყური, აი მეკოცნი, აი. მოდი. მოდი, რაგინი, აი ფეხები. მოდი. აკოცი, აბა გაშინჯი, რა. ახლა რა კაი სუნია. მოდი. ხარდინა. აი, ვეცვა გაგინახული გონიში. ავიც. აი ხო, მოებზადება, ხო გითხარი ესე, სამწესმე რომ ხო გამეცეთ პასუხს, ხო? ცოტა სამი, რამდენი წლის ხარ ახლა? 11. ო, აი 15 წლის რო იქნები? მოდით, რა მოგივიდოთ. არ გინდა გახდე ქრისტიანი? რატო? ქრისტიანი რა, ქრისტიანობა არის. ჰა? იცი რა კარგი არის? ანუ აქ საყდარი იყო, ხო? პატარაში დამყოფი ხართ? აქ კიდე ჩვენი ეკლესია გვაქვს, მარიამობის და იქ ქვა არის. ქვაც აგე, ზევითა ქვა. ძველი ამ პატარა საყდარი იყო და მე გაახლეს. ეგ აქ მოღვაწეობდნენ მონაზვნები, ხო? კი, თავის დროზე მოღვაწეობა იყო. ეს არის მონაზვნების საფლავი. კი. საზაშვილი დარიკო. ტარგეს რაონ შედარებით ქართული სოფელი ეს არის. საქართველოს აჭარლები ისინი არა. ქართველები არიან. შევთხოვთ ჩვენს ანგელოზებს, რომ შეგვეწიონ იმაში, რომ მაქსიმალურად მიუძღავსო დამკვირვებლად მათ, რათა იმ ქვეყნად მათთან თანაყოფობა აღარ გამოჩნდეს და უფრო ღირსეული. მოგვეწიოს თავარ ანგელოზ მიქაელი გაბრიელი და მთელი ანგელოზთანაც და ჭეშმარიტად და ღირსეულად გავლოთ ჩვენი ცხოვრება და ეს ცხოვრება გაგვატარებინო ღირსეულად მოვხვდოდნენ ამაში.
სწორედ რომ ანგელოზები არიან ყოველი სიხარულის მომტანი კაცობრიობისთვის. სწორედ მიქაელ მთავარანგელოზია ის, რომელმაც ჩაუდგა იმ ბრძოლას სათავეში, რომელიც წამოწყებული იყო ბოროტის წინააღმდეგ. გაბრიელ მთავარანგელოზია ის ანგელოზი, რომელმაც ახარა კაცობრიობას, აცხოვრის მოსვლა, შობა, აღდგომა, ამაღლება, მეორედ მოსვლის ამბავი. ეს სული არის, ეს სულები არიან ის უფლის ნათლები, რომლებიც მოდიან და გვახარებენ და გვიცავენ და სიმბოლურია სულიერი თვალით ნახოთ ეს ყველაფერი, ხომ? ჩვენს ეპარქიას, ჩვენ საქართველოს ჭირდება სულიერი ღობე, სულიერი კარიბჭე, სულიერი საზღვრები, პირველ რიგში და მერე ხორციელი. აი სულიერი კაბრიჭეებმა და ღობეებმა დაიწყო აღდგომა, დაიწყო ამაღლება და ეს ღობეები, რომელიც მოივლიან მიწას, რატომ მიდიოდნენ მამები და რატომ აბრძანებდნენ ამ ხატს ყოველ ტაძარში, სადაც ხდებოდა კარდაკარ. ყველა ტაძართან მიიტანეს, სადაც შეხვდათ მათ, იმიტომ რომ სწორედ ხატია და სწორედ ანგელოზია და უფლის მადლია, რაც იკავებს და გვაკავებს და გვიცავს ჩვენ. როდესაც ეს აღდგება ბოლომდე, მაშინ აღდგება ჩვენი ხორციელი საზღვრები, ჩვენი ბუნებრივი საზღვრები. ჯერ სულიერებით უნდა დავიწყოთ და სულ უნდა ავადგინოთ. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმა სასופეულსათვის ყოველადვი აქ და მარადის დაუყოვნითი ღუნისამ. შენთაგან შენ და შენ წირველნი ყოველთა და ყოვლისათვის. იმ იდეას რომ ხატი მოგზანებული იყო, შემოტარებული იყო ეპარქიის სხვადასხვა სოფლის, სხვადასხვა ეკლესიაში უამრავი ადამიანი შეხვდა მადლიერების სიხარულით, ლოცვით, გაგვაერთიანა, ღვთის მადლი გვაერთიანებს. მიქაელ მთავარანგელოზია სწორედ ის, რომელიც სამყრომას ბაბილონში დანიელ წინასწარმეტყველის დროს ჩავიდა, ცეცხლში შეყრილ პატარა ახალგაზრდებს, გადაეფარდა ცეცხლით სვარადუქცია და სახმელავი აღანთეს ქალდეველებმა წერია, მაგრამ ყრმებს ვერაფერი ვერ უქნეს. მიქაელ მთავარანგელოზია სწორედ ის ანგელოზი, რომელიც ბეთასდაში, რომელიც იყო სოლომონის ტუაში საბანელი, სილოამის საბანელი, სადაც ადამიანები წელიწადში ერთხელ ჩადიოდნენ, იმიტომ რომ ანგელოზი ჩამოდიოდა და ფრთებით ამღორებდა წყალს და პირველი ვინ ჩავიდოდა, რაც არ უნდა ავადმყოფი ყოფილიყო, დაავადებული იკურნებოდა. ეს იყო მიქაელ მთავარანგელოზი. ეს არის კოსტანოების ძველი სახლი. ეკუთვნით ეკლესია კოსტანოებს და განაგებდნენ ეს კოსტანოები. ახლა ისინი იქ არიან საბერძნეთში და ვინც მაგი მომყიდა, იმან კლიტე მეგადამაბარა როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს და შემეხვეწა, რომ მოუარე ამ საყდარს და ეპატრონე ამ საყდარს და ვისაც უნდა ლოცვა დიდება, ის შეუშვა და უწმინდური არ შეუშვა არავინ. ვინც ქრისტიანი არ იყოს და ვასრულებ იმას დღემდე. დღეიდანაც შევასრულებ მაგას. მეც მოგაგიმარჯოს ბატონო. მეც მოგაგიმარჯოს. ასეთია ჩემი ამბავი. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცატაშინა, წმინდა იყავს სახელი შენი, მოედინ სუფევა შენი, იყავნება შენი, ვითარცა ცათაშინ ეგრეცა ქვეყანასაზე და ორი ჩვენი არსობისა მომე ჩვენ დღეს და მოგვიდემე ჩვენ თანანადებული ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებობა ჩვენთან და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ გასასწელს არავინ სენ ჩვენ ბოროტისაკა. რომელთ შენი არსობება, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. უფალო შეგვიწყალენ. უფალო შეგვიწყალენ. მახლობელნო ღვთისანო, შამდგომელნო კაცდანო, უცდომელნო წინამძღვარნო, მფარველნო ვედრებელთა თქვენთანო, ნათლითა წყნარებისა თქვენი საითაა,
სულთა ჩვენთა გამართლებელნო და ელვითა სიტყვისა მთავართა მელისათა სამდენო და უჩინო ყოფილნო ოი ყოვლად გამართლებულო წმინდანო ანგელოსნო მიქაელ და გაბრიელ ძლიერნო ძალითა განაძლიერეთ ღვთისმსულიერი ჩვენი აღმაღლეთ პატივითა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი სახარებაში ასეთი რამ წერია ერთ ადგილას სანამ არ დამწიფდება ხორბალი მანამდე არ გაგზავნის ბატონი იქ ის ვინც უნდა მომკას ეს ხორბალი და მოაგროვოს თქვენი გულები მწიფი არის თქვენი გულები სავსე არის და ამიტომაც ღმერთი არიშურებს და აგზავნის მდელმსახურებს ტაძრის ლოცვას წირვას ხატს მამებს რომლებიც მოდიან და ყოველწლიური შერდებიან მიხარია რომ თქვენ მოხვედით დადექით აი ამ მიწაზე სადაც ქართულად აღილინა ლოცვა ქართულად აღილინა ღვთის მადლობა ჩაისხა კიდევ ერთი პატარა საძირკველი რომელიც უნდა მიმატდეს ამ ტაძარს და ერთი ქართული სიტყვა კიდევ უნდა ითქვას და მინდა რომ ეს საყდარი გავაფართოვოთ და საძირკველი ჩაყრილი აქვს ხო და ალბათ გაზაფხულზე ვივარგებთ და ამ საყდარს დავამშვენებთ კიდევ დავუმატებთ და იქნება მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის დიდი სამლოცველო სადაც ასვენია წმინდა სოფიოს ნაწილი და წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესია არის ეს და ძალიან კარგი ეკლესია სხვათა შორის და კარგი მამაო ყავს ყოველ შაბათს ატარებს წირვას ეს სოფელი აყვავდეს აღორძინდეს სულიერად პატრიოტულად და ერთმა გაგამრავლოთ სიკეთე მოგცეთ და ამბობთ ქრისტიანები თქვენი თამადობით ჩვენ ქვეყანაში გაიხარეთ ამ სოფლის გამომორდით ამ წმინდა ადგილს გამორჩიეთ და ერთმა დაგმოცეთ აი ერთი იყოს ყურადღებას აქცევთ საქართველოს
გაკითხოს ერთმანეთს დავბეჭდოთ შეგაბაროს არასწავდეს. კვერიქს დაიწყებს რა. აღუსრულოდ ეგრევა ჩვენი უფალცა. უნდა ბატონთან და თქვენთვის უფლისა მიმართულო. აი ხორიაში. ისე ამის მონატრისათვის დარწმუნებით და სასვევით და შიში დახტისა და შემავალ დამაჩინა უფლისა მიმართულო. როცა საქართველო დაიშალა მე-16-მე-17 საუკუნეებში და განსაკუთრებით მე-18 საუკუნეებში დაიწყო ლეკიანობა. ანუ მუსულმანების, ლეკების, ჩრდილოკავკასიელების შემოსევები, აი აქ რაიონში, წალკაში, თრიალეთში სოფლები დაიცალა. დაცარიელი სოფლები, ხალხი ან დახოცეს მაშინ, ან და ხალხი გადასახლდა კახეთში, ძირითადად კახეთში გადასახლდა და ქართლში. მერე მოხდა ისეთნაირად, რომ ჩვენ ისევ სიცარიელი არ შეიძლებოდა მიწების და გენერალი იყო პასკევიჩი და 19 საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანი ხალხს ემუქრებოდნენ ძალიან ოსმალები თურქეთში და რუსეთის იმპერიამ ინება რომ გაეცვალათ მოსახლეობა. აქედან მუსულმანების დიდი ნაწილი გადაასახლეს ოსმალეთში, იქიდან კიდე ქრისტიანები შემოასახლეს აი ამ ცარიელ მიწებზე, აი აქ რომელიც იყო ცარიელი მიწები და აი ესე შემოვიდა ისევ ლაზეთიდან ძირითადად ერზრუმიდან ისევ ჩვენი ხალხი ძველი ყოფილი ლაზები იყვნენ, ყოფილი ქართველები იყვნენ, მაგრამ მათ უკვე იყვნენ არაქართული ეკლესიის წევრები და თანდათანობით ისინი გახდნენ ჩვენი ხალხი და აავსეს აქაურობა, მათ დაახვდათ ძველი ეკლესიები, უამრავი ქართული ეკლესია, თავისი ხატები, თავისი ჯვრებით და შემდგომ ზოგიერთ სახურავი აღარ ქონდა, კედლები აუშენეს, გაამაგრეს, გააძლიერეს, ბევრი ხატები მოიტანეს, სარწმუნოებით აღავსეს, ასე რომ ეს იყო ისევ მართლმადიდებელთა ქვეყანა და მართლმადიდებელთა მხარე, ასე რომ ღვთისმადლით აქ ჩვენ გქონდა ბევრი ეკლესია. თქვენ იცით, ბევრი ეკლესია. ყველა სოფელში არის ეკლესია, ბევრი ეკლესიები, მაგრამ ღვთლები არ ყავდა, სასულიერო პირები არ იყვნენ. 70 კომლე მუდმივად ცხოვრობს აქ. ეს ყველა ქრისტიანები არიან? რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანი, ყველა ქართველები. რომელი საუკუნის არის? მე-11 საუკუნის არის. და ამის ისტორია ამ ეკლესიას აქ ადრე იყო უფრო დიდი ეკლესია, აი აქ თუ დააკვირდებით, მთელი ყობეები ძველი ეკლესიის ქვებით არის გაკეთებული. აი არაბები რო შემოესივნენ, ის დიდი ეკლესია დაინგრა და მე აქ არავინ აღარ ცხოვრობდა. აი მე-11 საუკუნეში მოვიდნენ და დასახლდნენ ისევ ხალხი და ეს ეკლესიები მაშინ აღადგინეს იმ ძველი ეკლესიების ადგილას. მარტო ეს არ არის სამი ეკლესია, ხელახლა აღდგენილი. ლევან ჯანდიერმა ჩამოგვასახა ილიას მეგობარი იყო გუდამაყრიდან და მთიულეთიდან 50 ოჯახი მაშინ მე ბევრი ვიყავით 100 ოჯახზე ბევრი ვიყავით მაგრამ ახლა ხო იცით ყველგან იცლება სოფლები და 70 კომი დავრჩით და გამოკვლევები აკეთებთ მეტაყაიშვილს ნიკო კეცხოველს დაწვრილებთ აქ აღწერილი ყველაფერი აქ რომელი სოფლები იყო ადრე თვითონ ჩვენი ახალი სოფელი ორი სოფლის ადგილას არის გაშენებული, ამიტომაც ორი ეკლესია გვაქვს შიგ სოფელში, ერთი წმინდა გიორგის და მეორე ღვთისმშობლის ეკლესია ცოტა ზემოთ. მე ადრე ქმევია ერთს ბზა, მდინარე ბზის წყალი ჩამოდის აქ ჩვენ გვერდით და მეორეს თუ არ ვწდები ლაგვისი. თქვენ პედაგოგი ხართ ხო სკოლაში? კი, პედაგოგი ვარ. რამდენი კლასი არის სულ? 9 კლასია ჩვენთან. ბავშვები ბევრი არის? ბევრი არა. 19 ბავშვი ყავს, მაგრამ ყველა კლასი გვაქვს. ქალაქში წასულები არიან მე მგონი ხო? სულ ყველანი ქალაქში მიდიან, ხო, უკვე. ახალი ბავშვები აღარც იბადება იმდენი, რომ მომავალში რა იქნება არ ვიცი. თუ არ დაბრუნდნენ. ღმერთს უყვარს
სიწმინდე. ამიტომაც გვაქვს ჩვენ აღსარება და ზიარება, რომ გაიწმინდოს ჩვენი სული და ჩვენი ხორცი. ესე იგი ყველაზე მთავარი რა არის მორწმუნისათვის? მორწმუნისათვის ღმერთი უფალ ღმერთს ნებავს, რომ ვიყოთ ჩვენ წმინდა ადამიანები უნდა ვიყოთ. მაგრამ ჩვენ ვართ ხორცში, ხორციელები ვართ, ვწოდავთ ღვთის წინაშე, ვწოდავთ ჩვენი ხორცი, ამიტომაც უფალი ამბობს, რომ აი თქვენ მე მოგეცით, აგერ ზიარება, აღსარება, ჰყავთ სასულიერო პირი და გაიწმინდეთ. Vedem ce ახლა გავხსნი და ნახე წმინდა ნაწილი, აი ნახე ესე. ეს არის ოქროსი, აი ძვირფასი ფიგურა არის, ეს სპარსული ხელოვნებით მინიატურები, აი ნახე, ყვავილები, ლოტოსები, ტიტები გამოყვანილი. სპარსული ხელოვნებითაა, ძალიან ძვირფასი ხელოვნება, იშვიათი ხელოვნება არის. აქ წარწერაზე არის მოხსენებული, ეს მე პატრონი იყო, ადრათ ხერხეულიძე. იხსნება, აი ნახე, ასე იხსნება და აი აქ არის წმინდა ნაწილი. სკოლის ყოფილი ჯვრისა, იმ ჯვარზე გააკრეს იესო ქრისტე და მისი ნაწილი არის. აი ის ნაწილია, ეს უდიდესი სიწმინდე. მოდი გამოგები. მოლაზარი ადამიანები ხართ ასეთი როგორც ანგელოზები, მაგრამ ცოტაოდენი გვაკლია რომ გავხდეთ ანგელოზები. და ის შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, როგორც ჩვენ ანგელოზების მსგავსი ვარ, არათუ ანგელოზებს არამედ უფალი ღმერთის მსგავსი ვართ ჩვენ. და ანგელოზებად ვიქცევით, როცა ვეზიარებით და ვამბობთ აღსარებას.
ყველა ჩვენთან გას ღმერთმა უბოძა ანგელოზი ფარველი, როდესაც მოინათლა ქრისტეს სახელით და ის არის გამოძევით მასთან. ამიტომაც ჩვენ ყოველდღურად უნდა ვიყოთ ლოცვით ურთიერთობაში ჩვენს ფარველ ანგელოზებთან და შევთხოვოთ მეოხებოდან ფარველობა. ვინაიდან რომ არა ანგელოზები მოდენილი ღვთისაგან ჩვენს დასაცავად მოროტი ისეთი მძვინვარია, რომ ერთი წამითაც ასე ვთქვათ არ გვაცოცხლებდა და ჩვენ სულ დაუპავდა, მაგრამ მადლობა უფალს ამისთვის, მადლობა ჩვენს ფარველ ანგელოზებს. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენს ანგელოზებს, ნუ გონია რომ ანგელოზები ჩვენთან არ არიან ხო. ვინაიდან უფლის მადლიც უხილავია და იმის გავლენას უზნობ ჩვენზე. ხო, როგორც ღმერთიც უხილავია, ღმერთი სულია, მაგრამ ვისაც აქვს სულიერი თვალი, ღმერთის დანახვა შეუძლია ყველაფერში აბსოლუტურად, რაც მის ირგვლივ არის შექმნილი. თუნდაც საკუთარ თავში, ვინ ჩაიხედავს, აუცილებლად დაინახავს ღმერთს. ვინაიდან ადამიანის სწორედ ხატება და მსგავსება არის უფლისა. რათა მეოხებითა თქვენითა შემზღუდნე ჩვენ საფარველი თათა თქვენთათა. მე ვთხოვ მთავარ ანგელოზებს და ყველამ ჩვენ უნდა ვთხოვოთ ჩვენი დიდი სუფთა წფელი გულით რომ აი განთლიანდეს ჩვენი ქვეყანა დაგვისრულოს ის ნანატრი სურვილი რაც ყოველი ადამიანი, ყოველი მაცხოვრებელი, ყოველი ქართველი განიცდის. აი დღევანდელ სახარებაში წერია რომ ესე იგი ყოველ ადამიანს ყავს ფარველი ანგელოზი და ერთმანეთს ნუ შეურაცხყოფთო. იმიტომ რომ ყველა ადამიანის ფარველი ანგელოზი რომელიც მონათლულია, აი ეს ფარველი ანგელოზი ყოველ დღე ხედავენ მაცხოვარი ბრძანებს მამაჩემის სახესო. ანუ უფალს ხედავენო, ღმერთს ხედავენო, მე მხედავენო და მე უწყიო ყველაფერიო რასაც ისინი მე მაცნობებენო. ამიტომ აი ერთმანეთი არ შეურაცხყოფთო, თორემ მას ყავს თავის ფარველი ანგელოზი, რომელიც აი ადამიანს დასჯის. ასე რომ აი ჩვენი ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, რაც თავარია და ჩვენი გაერთიანება, ხო, აი საქართველოსი და სრულიად აი ამ დიდი როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს ერთსულოვნება რომ დამკვიდრდეს, ამის საჭირო არის სიყვარული. აი სიყვარული სულიერი ჯაჭვი უნდა არსებობდეს საქართველოში, რომელთაც ის გაბრწყინდება. და უფალი როდესაც დაინახავს, რომ ერი უახლოვდება უფალს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა უფალი გვტოვებს ჩვენ ვტოვებთ უფალს, ჩვენი ცოდებიდან გამომდინარე. ამიტომ რა არის საჭირო? საჭირო არის სინანული, საჭირო არის ის იმ კანონების დაცვა, რასაც ჩვენ მაცხოვარი იესო ქრისტე გვეუბნება, ისე იმისთვის, რომ ჩვენ ვცხოვრდეთ და ბედნიერები ვიყოთ არა მარტო ამ ქვეყანაზე, არამედ იმ ქვეყანაზე. აი ეს პატარა რა. ყალობა ღვთისა და სასუფე ველიცათა და მიტევება ცოდვათამის და ქრისტეს მიერ უგდავისა ამოფისა და ღვთისა ჩვენისაგან მათთვის ვიტყოვოთ. ჩვენი მომავალი თაობის ბავშვების ღმერთთან სიახლოვე, როგორც დღეს ისინი არიან მაზიარებლები, აქტიური ქრისტიანები, შეიძლება ითქვას ჩვენზე უფრო მეტად გვაძლევს მაგის საბაბს რომ ვივარაუდოთ ჩვენი საქართველოს გაწყინება ძალიან მალე ხანებში და ღმერთმა მოასწროს ითაული ჩვენთან გას ეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი სიხარულია, როდესაც აი ამ საქმეში ჩვენ გვერდში არიან განუხრელად ჩვენი წმინდა ანგელოზები. მთავარ ანგელოზთა მობრძანება აი ამ წმინდა ადგილში ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, სწორედ დასტურია იმისა, რომ ისინი გვამხნევებენ, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ ამ საქმეში. ჩვენ მართალია ყველანი ქრისტეს მხედრები ვართ, ვინცაც ქრისტიანობა დაგვისახავს ჩვენი ცხოვრების წესად, მაგრამ ჩვენ გვყავს უძლეველი ზეციური მხედრობა. ეს არიან წმინდა ანგელოზნები, მთავარ ანგელოზთა მიქაელის გაბრიელის ხელმძღვანელობით, რომელიც ჩვენ უხილავ მტრებისაგან გვიცავენ და გვიფარავენ.
მიხოლოშები წყალენ მიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და მარადის და უკუნითი უკუნის ამბიანი იყავნება შენ ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა ური ჩვენი ანსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენგან საცდელსა არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან რამოთ ჩვენი არსუფევა ძალიდა დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ჰალელუია 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 ეს რაც გაკეთა ძალიან დიდი საქმეა. აი ახლა მე მაგალითად გაგონილი მქონდა რომ ჩვენი წინაპრები კვერცხით აშენებდნენ ტაძრებს, კვერცხის გულით, კვერცხის ცილით. ანუ ყოველი ქვა იყო ნალოცი, ყოველი ქვა ნალოცი და მე მაგალითად თვითონ პირადად გამიკვირდა, როცა მეთხრა მამა გიორგიმ რომ აი ეს ტაძარი რასაც ხედავთ, ეს კედლებიც მოზელილია კვერცხში, კვერცხის ცილაში 300-ზე მეტი კვერცხი დაიხარჯა და აი მშვენიერი ტაძარი არის, მომზადებული არის გულით და სულით და ლოცვით, ეს თუ მოიხატება, ეს იქნება მართლაც ერთ-ერთი მშვენება ჩვენი ეპარქიისა. ასე რომ დიდი დღე არის, კურთხეული დღე არის, როგორც გითხარით, ვაკურთხეთ ეს წმინდა ტაძარი და მინდა რომ თქვენს გაკურთხოთ, დაგლოცოთ და შევთხოვ უფალ ღმერთს რომ აი წმინდა ილოცოთ აი ამ წმინდა ტაძარში, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ. ხატის წინაშე ნებისმიერი ადამიანი სასულიერო პირია, ერის კაცია, ხედარია თუ მთავარი, ყველა ადამიანი ხატის წინაშე არის უბრალო ადამიანი. ანუ ხატი ყველას ლოცვა ვედრებას ისმენს. იმიტომ რომ მე ვიცი წმინდა მამების გადმოცემით ესეთი მომენტი, რომ როდესაც მღვდელი ხატს აკურთხებს, მღვდელი რომელსაც აქვს მონიჭებული სული წმინდის მადლი, ეპისკოპოსი იქნება პატრიარქი სასულიერო პირებზე მაქვს საუბარი, მას აქვს სული წმინდის მადლი და როდესაც აკურთხებს ხატს, მაშინ ივანებს ანგელოზი. აი კურთხევანი ესეთი წიგნი არსებობს, სადაც როდესაც აკურთხებენ ჯვრებს, სახლს, მანქანას და ასე შემდეგ ყველაფერს, მღვდელი ევედრება უფალს, აი ამ ნივთი იქნება როგორც ახსენე ხატი, ჯვარი, რომ მოუვლინოს ანგელოზი. ესე იგი რას ნიშნავს? ცხოველს ყოფილი გახადოს, იცხოვროს იქ ანგელოზმა. აი მაგალითად ხატს როდესაც აკურთხებს, აი იქ ივანებს ანგელოზი
და როდესაც ადამიანი მიდის ხატთან და ლოცულობს, უხილავად ხატიდან გამოდის ანგელოზი და დგება შენთან ერთად და ლოცულობს და ისაც ადიდებს უფალს. და აი ჩვენ ზუსტად ჩვენი ძვირფას მეუფეს როცა კურთხევით დავაბრძანებთ აი მთავარანგელოზების, ჭივჭავის მთავარანგელოზების, ხატს მიქაელის და გაბრიელის ხატს ჩვენ ეპარქიაში. და აი ჩვენც ვევედრებით ზუსტად ყოველი ადამიანი 10 რიცხვიდან დავდივართ უკვე ჩვენ და ვევედრებით იმას, რომ გააძლიეროს ჩვენი ეპარქია, ჩვენი სოფლები და ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი მთავარანგელოზების მეოხებით გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ ამაში. უთავია რა. ხო, შემოგვარდა და მოუკრეფია სოფელში ფული. რაგვარების ეგ რაგვარების? ბეგიეფილები. ხო და ეს ფული შემოხარჯია. სოფელო თავის მოითხოვა. ადრე და თავის ხარჯებით აღადგინა. ესე გადაუცებით და რომელი საუკუნეში იყო ეს ტაძარი პირველად? ნუ ეს ტაძარი სადაც მე-12 საუკუნეში. მე-12. სადღაც სასათი კუმა. ლინი? ასათი. ყველა ქრისტიანია დადის ეკლესიაში. რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ვირევიანი იაგველები. იაგველები ცალია. რამდენი ოჯახი იქნება? აა ვიცი. 10, 5. არა, მაგდენი არა, მაგრამ მაინც არის. სკამი გამზადეთ ერთი დავაბრძანეთ. მოგზანდა თეთრი წყაროში წმინდა მთავარანგელოზების ხატი მიქაელისა და გაბრიელისა, რომელიც იქნება ფარველი არა მარტო მანგლისა და წალკის ეპარქიისა, არამედ სრულად საქართველოს. ისეთი პიროვნებაც იყო, ასის თავი იყო ლონგინოსი, პონტოელი პილატეს ემსახურებოდა პროკურორს და ლაქნა ლახვარი აიღო შუბი და უგმირა ფერჩი მაცხოვარს და ლონგინოს თვალები ქონდა დაავადებული და როდესაც სისხლი გადმოასხა უფალმა და წყალი ფერდიდან თვალებზე ებკურა და თვალები განიკონდა და შემდგომში მეორე სასწაულის ხილველი იყო თვითონ როდესაც საფლავთან შემოარტყა ჯარი პონტოელ პილატეს ბრძანებით მესამე დღეს დაინახა როგორ აღსდგა მაცხოვარი იესო ქრისტე და გაიქცნენ და იწამა მან ის მიდიოდა საქადაგებლად და დაეწინნენ პონტოელის ბრძანები და მოკლეს ლონგინოსი. ეს იყო სულ ეკლესიის გარშემო. საქართველოს ერთი მუჭა მიწა რო აიღო და ხელი მოუჭირო ჩვენი ხალხის და ჩვენი წინაპრების და ჩვენი წმინდანების სისხლი გამოუვა. აქაც რა თქმა უნდა თავიდანვე იყო მონასტრები, ეკლესიები, აქ ყოფილა დიდი ქალაქი უძველეს დროს და გადიოდა თურმე არხები და გადიოდა ასევე გზები. და ამიტომაც აქ შემდგომ როცა დიდი გასაჭირი იყო განსაკუთრებით მონღოლების წინა პერიოდში და მონღოლების დროსაც ლაშა გიორგის ეპოქაში აშენებულა კიდევ ერთხელ აშენებულა ეს წმინდა მონასტერი და იმის მერე არის და არსებობს ეს მონასტერი.
არ წამოხვიდე უკან მოიცი. ათი რიცხვიდან 22 რიცხვამდე აი ეს ძვირფასი ხატი დაბრძანდება და ძალიან ბევრი სასწაულები აღასრულა თავისი აი ამ პერიოდში მილიონი წამოვიდა ძალიან ბევრჯერ სიხარულის შემატა რუსინკიცის შემატა და მე დარწმუნებული ვარ რომ თავი ანგელოსა მათი ყვალი ყველგან დატოვეს აბსოლუტურად ყოველ ეკლესიაში ყოველ ადამიანის გულში და შეიძლება ეხლა აი ამ დროის მანძილზე არ ჩანს, მაგრამ გავა დრო და აი ზუსტად აი რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ მივხვდებით და შევიგრძნობ თუ რამხელა ძალა ქონდა მას. სახელით მომისათა. ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. შეწირულთა ამათვის და განწმენდილთა პატიოსანთა ძღვენთა უფლისა მიმართ ვილოცოთ. რათა კაცთა მოყვარემან ღმერთმან ჩვენმან შემწირველმან ამათმან წმინდისა და ზესტაცათასა და საწნაურსა საკურთხეველსა მისა საყნოსელად სუნაცუნელად შეიწირდეს და ნაცვლად გარდამობილინოს ჩვენ საღმრთო მადლისური საწმინდისა
ვილოცოთ. ათასობით და 10,000-ობით წმინდა მამა არის დაკრძალული აქ და მისი მადლი და კურთხევა აძლიერებს არა მარტო გუდარეხს და აძლიერებს აი ამ მონასტერს ფიტარეს, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არამედ აძლიერებს სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლობას. ტაძარი არის აგებული მე-12-მე-13 საუკუნეებში. შეწყვეტილი საკუთრ კარგად შემორჩა დღესდღეობით. მე-19 საუკუნეში აშენებული სამრეკლო გალავანიც იოფიტარელის მიერ, რომელიც ამ მონასტრის ბოლო წინამძღვარი იყო, ააშენა ამან ეს გალავანი, რომელიც დღემდე აი ასეთი სახით არის შემორჩენილი. ასევე მე-19 საუკუნის განეკუთვნება იოფიტარელის მიერ მიშენებული ამ ტაძარზე მარანი არის, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი და ამჟამად არის დანგრეული. სამწუხაროდ რომ თავის კვალი დაატყო. ორსართულიანი მარანი არის, როგორც დაადგინეს, პრაქტიკულად შედგენილი არის უკვე ამ მარანისა. მონასტერს აქვს მეურნეობა, მონასტერი შეაქვს ფუტკრებიც ასევე ცნობას თავითი მორჩილება აქვს. და ყოველ კვირეულად და კვირის განმავლობაში ვცდილობთ, რომ წირალოცა გქონდეს. დილას 5 საათზე არის მონასტერში ლოცვა. ტიპიკონს იცავს ცნობის წევრები. ეს ღვთისმსხალობით და შემწეობით ვცდილობთ გავძლიერდეთ და გავამრავლებთ მონასტერს. ბერობა არის სიკვდილამდე ადამიანი. ხტება მონასტერში დებადება ახალი ადამიანი რა. ერთ ადამიანი ხტება მონასტერში და აქვეც ხტება, აღთმაიდება, 10 აღთმაიდება სულ. მთავარანგელოზები ჩამოლოცვის დროს იხსენება პირველად, ასე რომ ეს მთავარანგელოზები პირველი არის ყოველი ჩვენ ლოცვებში და იმიტომ არის პირველი რომ ღვთის ნაშეც ისინი დგანან ღვთისმშობლის შემდგომ, რა თქმა უნდა, და ისინი არიან მფარველი და გვეწევიან ჩვენ და მე მინდა თქვენ ყველანი დაგლოცოთ და გაკურთხოთ. იმიტომ რომ ეს დიდი შრომა იყო, რაც თქვენ გაწიეთ, მე ეს კარგად მესმის, ძალზე ვაფასებ და არა მარტო მე ვაფასებ, არამედ მთელი ჩვენი ეპარქიის ხალხი აფასებს აი ამ თქვენ დიდ ღვაწლს, რომ მოიარეთ და თქვენთან ერთად მამებო, რა თქმა უნდა, ლოცა, რომლებიც თქვენ გვერდით დგანან და არ გშორდებიან და მცველებს აი ამ ხატისა, რომლებიც წამობძანდით და უდგეხართ აი ამ ხატს და მოასვენებთ აი ამ სიწმინდეებში.